უცხოეთში წაყვანასთან დაკავშირებული საკითხი არ განიხილება არსებული მდგომარეობის მხედველობაში მიღებით. რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანას, როგორც და რა წამს დადგება ასეთი საჭიროება, ბუნებრივია რომ ასეთი იქნება უზრუნველყოფილი და ბუნებრივია რომ ყველაფერი გაკეთდება, უკლებლივ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის რომ დაუყოვნებლივ ასეთი საჭიროება იქნეს უზრუნველყოფილი. არ ღირს რა თქმა უნდა. რაიმე არასწორი ფრაზების გამოყენება, მთავარი რაც არის რომ ადამიანი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რეანიმაციაში პრაქტიკულად ეს ნიშნავს იმას, რომ არავინ დღეს მისი მდგომარეობით კმაყოფილი არ შეიძლება იყოს. ბუნებრივია რომ ჩვენ ვცდილობთ რომ გავაუმჯობესოთ უწმინდესის მდგომარეობა კვლავაც არის პრაქტიკულად არსებითი ცვლილებების გარეშე და რაიმე არსებითი დინამიკის გარეშე. ჩვენ ვცდილობთ რომ გარდა სტანდარტული კლასიკური მეთოდოლოგიისა მაქსიმალურად თავი მოუყაროთ ყველა მოსაზრებას, ყველა კომპეტენტურ აზრს, ყველა განსხვავებულ აზრს, რომელიც შეიძლება საკითხის ირგვლივ აღმოჩნდეს შედეგზე ორიენტირებული იქნებ არსებობდეს რაიმე შემოთავაზება, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს გარკვეული პროცედურებია. აი ეს არის ჩვენი მცდელობის მიზანი. ეს არის რაც გნებავთ ის დავარქვათ, გნებავთ კონსილიუმი დაერქვას, რაც უნდა დაერქვას, აქ არიან წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები, რეანიმატოლოგები, ცნობილი რეანიმატოლოგები, შესაბამისად მათთან კონსულტაციების გავლა არის რასაკვირველია ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია. მდგომარეობა ყველამ ილოცოთ რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს და პატრიარქი ისევ გამოჩენილდეს და